Path deform-ი ერთ-ერთი პრაქტიკული მოდიფიკატორია 3D Max-ში. მისი დახმარებით ნებისმიერი ობიექტი შეგვიძლია მოვარგოთ წინასწარ შექმნილ splines. ამ გაკვეთილში კი რეალურ პროექტზე ფარდის მაგალითზე ვისწავლით. პირველ რიგში ახლა შევქმნათ ფარდის კარნიზი, რომელიც მოთავსდება ამ ადგილას. ამიტომ ზომისთვის გამოვიყენებ ჩვენი ფანჯრის პროფილს, მოვახდენ იზოლირებას, გადავიდეთ Z-ხედზე და პირველ რიგში შევქმნათ ახლა მართკუთხა ფორმის spline-ი. ეს იქნება ძირითადი ფორმა, სადაც უნდა მოთავსდეს უკვე შექმნილი მოდელი, აი ამ ადგილას არის დავაფიქსიროთ. ასევე გადავიყვან edit spline-ზე. მოვნიშნავ ამ უკანა ფას, წავშალოთ. ეს იქნება spline-ის მონაკვეთი, სადაც უკვე მოვათავსებთ ჩვენს შექმნილ ობიექტს. მოვნიშნოთ ეს ორივე წერტილი და ფილეთის მეშვეობით დავამრგვალოთ. კუთხეებზე მივცეთ მომრგვალებული სახე. ახლა ავწიოთ ზემოთ, რადგან იქნება აი ამ ადგილას. პირველი და მთავარი შექმნილი ფორმა, რა ადგილზე უნდა მოთავსდეს ჩვენი ობიექტი და ახლა შევქმნათ უშუალოდ მთავარი ობიექტი. ამისთვის მე გამოვიყენებ უკვე box, გადავიდეთ ასევე Z-ხედში და მიახლოებით უნდა განვსაზღვროთ აი ამ spline-ის სიგრძე. ახლობით აი ესეთი ზომის ბოქსი იყოს. ავიდან ამასაც ზემოთ და ასევე შევცვალოთ ოდნავ ფორმები, სიმაღლეში გავზარდოთ და ასევე შევავიწროვებ ოდნავ. გადავიყვან ახლა edit polish-ში. მოდით მოვახდინოთ მოდელირება. პირველ რიგში მოვნიშნოთ გვერდი და ხაზები. კონექტით დავამატოთ შუაში ხაზი, გავყოთ კიდევ ორ ნაწილად. და ერთმანეთისგან დავაშოროთ, აი ამ ადგილას იყოს მოთავსებული. ასევე გავყოფ ჩემფერით ორ ნაწილად კიდევ. ახლობით აი ესე გავყოთ. ეს შუაში ხაზი არ გვჭირდება, ჩავუწეროთ აქ 0. ეს დავაფიქსირებ. ახლა მოვნიშნავ აი ამ მიმართულებით აი ამ ხაზებს და აქაც ჩავამატებ 30 ერთეულს. 50-ის მაგალითად ჩავუწეროთ 0. ესე დავაფიქსიროთ. ახლა აქაც გავყოთ ჩემფერით ორ ნაწილად. და ახლობით აი ესე დავაფიქსირებ. პირველ რიგში ახლა მოვნიშნოთ აი ეს პოლიგონები. ახლა სათავე თუ არ მოგვიწიოს გვერდთა ხედიდან, შეგვიძლია აი ესე მოვნიშნოთ. მე როგორც უყურებთ, მთლიანად მოინიშნა და ამებს გამოვურთავ. ესენი არ გვინდა რომ იყოს მონიშნული. დავაკეთოთ ახლა extrude. ესე ოდნავ შევამცირებ ზომაში. დავაფიქსიროთ. ახლა საჭიროა მოვნიშნოთ აი ეს შუა პოლიგონები. აქაც ახლა მე შევალ მოდელირების მიმართულებაზე და მონიშნის მიმართულებაში ავრჩევ similars, რომ მსგავსი პოლიგონები მოინიშნოს. დავაკვირდეთ, რომ უკანაც არ იყოს მონიშნული, ამას მე გამოვურთავ. აქვთ მხოლოდ წინა ნაწილი და extrude-ით მოდით შევწიოთ შიგნით. ესე შევიტანოთ. და გავიმეოროთ კიდევ ერთხელ პლუსის მეშვეობით. მივიღეთ აი ესეთი მოდელი. ახლა დავამატოთ turbo smooth-ი, რომ დავამრგვალოთ ობიექტი. მივიღეთ აი ესეთი ფორმები, იტერაცია გავზარდოთ 2-ზე, მეტი სიმრგვალე რომ მივიღოთ და ასევე გავააქტიურებ აი zone displays, რომლის დამატებით ხაზებმა ხელი არ შეგვიშალოს მოდელირების დროს. ასევე შეგვიძლია აი ეს სიმრგვალეები შევცვალოთ, გავხადოთ მკვეთრი. დავბრუნდები edit polish და C-ბლოკის მეშვეობით დავამატოთ კიდევ ხაზები აი ამ ორ ადგილას. ასევე კუთხეებზეც დავამატებ და აქაც შეგვიძლია კიდევ დავამატოთ დამატებითი ხაზები. შემცირდეს სიმრგვალეები. შევხედოთ ისევ turbo smooth-ის მოქმედების დროს მივიღეთ აი ესეთი სიმრგვალეები ობიექტზე. აქტიურად უკვე შევქმნით ჩვენი მოდელი, რომელიც უნდა მოვათავსოთ უკვე spline-ზე. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ობიექტზე path მოდიფიკატორი. შევდივართ modificator list-ში და აქ პოულობთ path deforms. გავააქტიუროთ და უნდა მივიღოთ აი ეს პარამეტრები, რადგან კიდევ რამოდენიმე path deform-ი გააჩნია ჩვენს modificator list-ს. აქ ახლა უნდა მივუთითოთ ჩვენი spline-ი, ნანის მეშვეობით მივუთითოთ და მოთავსდება უკვე მასზე.
ეხლა შევცვალოთ ღერძი, რომ სწორად მოთავსდეს მასზე, გადავიყვანოთ x-ის მიმართულებაზე, როგორც უყურებთ, ოდნავ შეიცვალა და მოდით გავაქტიუროთ y-ი. y-ის შემთხვევაში უკვე ფაქტიურად გაყვა ამ spline-ის მიმართულებას, რაც ჩვენ შემთხვევაში გვჭირდება. პირველი და მთავარი პარამეტრი ეს არის პროცენტების მართვა. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ამ spline-ზე გადავადგილოთ ობიექტი. აქ მე ჩავწერ 50%-ს, თანაბრად გადანაწილდეს. ასევე უნდა შევაბრუნოთ ჩვენი ობიექტი rotation-ის მიმართულებაში ჩავწეროთ 90 გრადუსი. მივიღეთ აი ესეთი მიმართულებით ჩვენი ობიექტი. აი როგორც უყურებთ, აქ უკვე ცდება ჩვენს splines, აქ უკვე ვიყენებთ მეორე პარამეტრს, ეს არის ობიექტის გაზრდა და დაპატარავება. ოდნავ შევამციროთ, რომ დაждდეს დაახლოებით აი ამ ფაზის დამთავრებასთან. ამ შემთხვევაში ჩავწერ მე 0.85-ს, მაქსიმალურად მივიყვანო აი ამ დამთავრებასთან. დაგვჭირდა 0.82 დამჯდარიყო თავის ადგილას. Path deform-ის მეშვეობით ჩვენ მივიღეთ უკვე სასურველი შედეგი, გავაყოლეთ აი ამ ჩვენს splines, მის გარეშე დაგვჭირდებოდა აი ამ კუთხეების გამოყვანა, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს ბევრ დროს და მოდიფიკატორის მეშვეობით ბევრად მარტივია ამ ყველაფრის შესრულება. ესეც არის თუ დააკვირდებით მსგავსი sweep მოდიფიკატორის, რაც ჩვენ ერთ-ერთ განკვეთილში ვისწავლეთ. იმ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ფორმას ვქმნით აზოვანი სტრუქტურისგან და შემდეგ ვაყოლებდით მეორე splines და ამ შემთხვევაში ჩვენ ვქმნით გეომეტრიას, ანუ მოდელირებას ვახდენთ ობიექტის და შემდეგ უკვე მოვათავსებთ მას spline-ზე. აი ესეთი განსხვავებაა აი ამ ორ მოდიფიკატორს შორის. ასე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეგმენტების რაოდენობა უნდა იყოს ბევრი, რომ მოხდეს მისი სწორად დამრგვალება კუთხეებზე, რომ მარტივად გაყვეს spline-ის სტრუქტურას. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ მაგალითად გვექნებოდა ნაკლები სეგმენტები, იქნებოდა კუთხეებზე ოთხკუთხა ფორმები, რასაც ის შედეგადაც მივიღებთ უხეშ მოდელს. ესეთი კარგი მოდიფიკატორი გააჩნია 3D Max, რაც უშუალოდ ხშირ შემთხვევაში არქიტექტურაში გვადგება ხოლმე და საჭიროა ამის ცოდნა. ეხლა კიდე გადავიდეთ ჩვენს ფარდაზე. რაც შეეხება ფარდის მოდელს, აქაც გავიმეორებთ ზუსტად იგივე მეთოდს, გადავიდეთ Z-ხედში და პირველ რიგში spline-ით უნდა შევქმნათ ფარდის მონახაზი. ავირჩიოთ line-ი და დავიწყოთ აი ამ ადგილიდან მიახლოებითი ფორმები გამოვიყვანოთ. შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე. ეს დავაფიქსირებ. გადავალ ახლა edit spline-ზე, მოვნიშნოთ წერტილები შუაში და გადავიყვანოთ smooth-ზე, ან დავამრგვალოთ, რომ მივიღოთ აი ესეთი სიმრგვალეები. ასევე ეს აზოვანი სტრუქტურა მოვათავსოთ შუაში, აი ამ ადგილას დავსვათ. ოდნავ შევასწოროთ და ახლა საჭიროა მივცეთ მოცულობა, სადაც უკვე გამოვიყენებთ planes. პირველ რიგში შესავიდან უცემოთ, აი ამ ადგილიდან უნდა დაიწყოს. შევქმნათ ახლა plane-ი. შევიდეთ გეომეტრიაში და ავირჩიოთ აი ამ ადგილას, ეს დავაფიქსირებ. ასევე მივაქციოთ სეგმენტების რაოდენობას ყურადღება, უნდა გქონდეს 66-ზე. რომ მაქსიმალურად აი ამ shape-ის ფორმას დაემთხვეს, მოვახდინოთ იზოლირება ამ ობიექტების. ახლა ჩვენს plane-ზე გავააქტიუროთ path მოდიფიკატორი. ნანის მიმართულებაში მივუთითოთ shape. როგორც უყურებთ, მოთავსდა ამ დასაწყისზე, შევუცვალოთ ღერძი პირველ რიგში x მიმართულებაზე, უკვე ჩვენი plane-ი დაიწყებს მოძრაობას აზოვანი სტრუქტურის მიმართულებით. გადავადგილოთ ახლა ამ პროცენტების
მიმართულებიდან დავწეროთ 50%, რომ მოთავსდეს ზუსტად ჩუვაში. თუ მაგალითად თქვენთან არ ემთხვევა დამთავრებას, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ planes და ზომის მეშვეობით აკონტროლოთ ეს ყველაფერი. თუ მაგალითად ესეთი მცირე იქნება, შეგიძლიათ გაზარდოთ, რომ დაემთხვეს და ასევე სეგმენტების დაამატოთ. რაც შეეხება სეგმენტების ცოტა რაოდენობას, აი უყურეთ როგორი ოთხკუთხა ხდება ობიექტი და არ არის ეფექტური, ამიტომ უნდა მიაქციოთ აი ამას ყურადღება. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს მოდიფიკატორს, რაც შეეხება გადაადგილებას, აქ შეგვიძლია უბრალოდ მთლიანად ობიექტი გადავადგილოთ, ან კიდევ ჩამოვიტანოთ უშუალოდ მოდიფიკატორის მიმართულებიდან Y ღერძზე, აი ესე გადავადგილებ და დავსვავ ზუსტად აი ამ ადგილიდან. ეს დავაფიქსიროთ, თუნდაც შეგვიძლია ისევ ავწიოთ ზემოთ, რომ ბოლომდე არ იყოს ჩამოსული. ესე მივიღეთ მთლიანი ობიექტი. ამას მე ახლა დავამატებ shell მოდიფიკატორს მოცულობისთვის. აი ამ ზომაზე მოვათავსოთ. ასევე შეგვიძლია კიდევ მივცეთ სხვადასხვა ფორმა, ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ FFD 333-ზე, გავააქტიუროთ და შემდეგ უკვე შეგვიძლია აი ეს წერტილები გადავადგილოთ და მივცეთ ფორმები. აი ესეთი სახით დაახლოებით. მაგაც მოვნიშნავ ამ წინა წერტილებს. როგორც უყურებთ, სამ ნაწილად არის დაყოფილი. როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ესეც ერთ-ერთი კარგი მოდიფიკატორია, თუ გჭირდება შეცვლა მთლიანი ობიექტის. მივიღეთ ესეთი მოდელი. თუ მაგალითად უფრო მეტად დეტალიზირებული არ დაგჭირდებათ სცენაში, ამ შემთხვევაში ხდება სიმულაციის გამოყენებით მისი შექმნა. მაქსიმალურად რეალისტური მოდელის მიღება შეიძლება. ეს არის ცალკე მიმართულება. ჩვენ უბრალოდ გავდივართ path deforms, რომ ვიცოდეთ, როგორ მარტივად ახორციელებს ის კონკრეტული ფორმების გამოყვანას. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა. იმედია ეს ყველაფერი გამოგადგებათ. ერთ-ერთი საჭირო მოდიფიკატორია არქიტექტურაში. წარმატებას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.